ოპოზიციის დევნის საქმეზე წუთი-წუთზე დაიწყება სასამართლო პროცესი. დღეს პროკურატურა გამოიკვლევს წერილობით მტკიცებულებებს და შემდეგ თუ დარჩებათ მათ დრო სამუშაო დროსთან მიმართებაში მოხდება ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევაც. რაც შეეხება თუ ვინ იქნება დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე, ბრალდებულებიდან მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან დაესწრება დღევანდელ სასამართლოს ხდომა. საბედრაგო სამსახურს მიხეილ სააკაშვილი უკვე წესით მოყვანილი ყავს საქალაქო სასამართლოში და წუთი-წუთზე მას განსასჯელი სკამზე დაასვამენ. რაც შეეხება სხვა ბრალდებულები ჩვენი ინფორმაციით დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე არ იქნებიან. ადვოკატების შეფასებით დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსამართლემ უნდა განსაზღვროს განრიგი, ანუ რა განრიგით ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში ოპოზიციის დევნის საქმეზე სასამართლოს ხდომები. შეიძლება ითქვას, რომ დღის ბოლოს ჩვენ ზუსტად გვეცოდინება როდის გამოცხადება ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაახლოებით როდის გამოცხადება საბოლოო გადაწყვეტილება. Გამსაზღვროთ არჩენილ ნაწილს, იმიტომ რომ მოწმეთა დაკითხვის ეტაპი მორჩა, ეხლა დანარჩენი მტკიცებულების გამოკვლევა მოგვიწევს ბრალდების მხარეს და მე შეიძლება ჩვენი დრო დაახლოებით ვიცით რა დრო დაგჭირდება მეტნაკლებად და მაგის მიხედვით შეთანხმდება რაფიკი იმედია მოგვეცემა ზაფხულში დასვენების შესაძლებლობა ერთი კვირა მეტი. თან მოსამართლე დაინტერესდა ხო ამით? ხო, ჩვენ ადრე დავაყენეთ ეგ საკითხი და თვითონაც განსაზღვროთ და ჩის არის. ან დღეს ველოდებით ამას. დღეს ველოდებით. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს ჟესტიკულაციის საქმის მორიგი დღე და განხილვა პოლიტიკური დევნის, სისხლისამართლებრივი პოლიტიკური დევნის, გამოხატული პოლიტიკური დევნის საქმის განხილვა, რაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ბუნებაში ვერ იარსებებს ვერც მამუკას მიმართ, ვერც ფადრის მიმართ. ადამიანებს, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, მათ მიმართ მტკიცებულებები ბუნებრივია ვერ იარსებებს. აქედან გამომდინარე, ეს არის ყველაფერი ფარატინა ქაღალდი, თუ მტკიცებულებების მტკიცებულებებზე ვლაპარაკობთ, ან თუნდაც ეთერში გასული მასალები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, იქ არავის ბრალეულობაზე საუბარი არის და შეუძლებელია იყოს, უბრალოდ ამას მტკიცებულებები დაარქვა ბრალდების მხარე, მაგრამ აქ ბრალდება არის პოლიტიკური და არანაირ მტკიცებულებებზე საუბარი შეიძლება არ იყოს. 47 ტომი აქვს ბრალდების მხარეს წარმოდგენილი საქმის მასალები, არის უამრავი ოქმი, მათ შორის წარმოდგენილია სხვა აქციის მონაწილეების მიმართ ნაწარმოების სისხლისამართლის საქმის მასალები. საქმის მასალების მტკიცებულებათა წარდგენის მოცულობას და თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბრალდების მხარე. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია რა მტკიცებულებებს გამოიკვლევს. დღეს მათ შორის რა იქნება ის წერილობითი მტკიცებულებები, რომელსაც წაიკითხავს და გააცნობს სასამართლო. ოქმები, დათვალიერების ოქმები, ჩხრეკის ოქმები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ჩხრეკის ოქმებია საქმის მასალებში წარმოდგენილი. წარმოდგენა არა მაქვს წინასწარ რა სახის მტკიცებულებებს ამოარჩევს იმ 53 ტომიდან, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და საღამოს პროცესის დასრულების შემდგომ გეტყვით რა გამოიკვლიეთ. სავარაუდოდ დღეს განსაზღვრავთ მოცულობას, ხდომების ოდენობას, რამდენი დაგჭირდება და იმის მიხედვით უფრო ნათელი გახდება, როდის დასრულდება. ჩემი ვარაუდით აგვისტოს შუა რიცხვებს არ გადაცილდება. ან წერილობით მტკიცებული როგორც მოისმენთ, ადვოკატები ვარაუდობენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებამდე პოლიტიკური ვერდიქტი გაცხადება ოპოზიციის დევნის საქმეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსთავის მე-12 დაწესებულების კარს კვლავ გაუღებენ პროდასავლურად განწყობილ პოლიტიკოსებს და კვლავ შეაბრუნებენ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ეს არის ის სისხლის სამართლის საქმე, სადაც ბრალდებული არის 8 პოლიტიკური ლიდერი, 8-დან 4-ს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ეგრეთ წოდებულ საბოტაჟს შედავება საგამოძიებო უწყება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ზურა ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, საბოტაჟთან ერთად ედავებიან უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სხვათა შორის დღეს სავარაუდო წერილობითი მტკიცებულებების შორის იქნება ის მიმოწერები, რომელსაც პოლიტიკოსები წერდნენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ამ მიმოწერებსაც გამოიკვლევენ სწორედ დღევანდელ სასამართლოს ხდომაზე. ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მას სახელმწიფოს დამხობისაკენ მოწოდებას ედავება საგამოძიებო უწყება და დანაშაული მის შემთხვევაში 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს ხდომები საქალაქო სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. მოსამართლე არის თამარ მახარობლიძე, ვინც პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოაცხადოს პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსების საქმეზე. პირდაპირ ეთერში ნანუკა ქაჯაია საუბრობდა.